41 ნაბიჯი რუსეთისკენ, ქართული ოცნების ანტიევროპული კურსის 1 წელი. ანგარიშს ამ სახელწოდებით არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო 1 წელიწადში არა მხოლოდ შეჩერდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, არამედ დაზიანდა საზოგადოების დემოკრატიული განვითარება და რისკის ქვეშ დადგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა. ორგანიზაცია ასახელებს 41 ნაბიჯს, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით ქართულმა ოცნებამ მხოლოდ უკანასკნელ 1 წელიწადში გადადგა და რომელთა მიზანი ქვეყნის ევროპასთან დაცილება იყო. ნაბიჯებს შორის ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, კერძოდ, გააყალბა და რეალურად არ გამოიძია 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები. პარლამენტი შეიკრიბა კანონის მოთხოვნათა იგნორირებით, დაარბია და აწამა მშვიდობიანი დემონსტრანტები, არ დასაჯა უკანონო ბრძანების გამცემი და ამ ბრძანების შემსრულებელი პირები. საქართველოში გაჩნდნენ სინდისის პატიმრები, საქართველოში ოპოზიციური პარტიების ლიდერების უმრავლესობა დაპატიმრებულია პოლიტიკური ნიშნით. ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა ნორმა გახდა. მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დევნასთან დაკავშირებით და დაიწყო რეპრესიები სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ. შექმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პოლიტიკური ოპონენტების და პარტიების განადგურების და აკრძალვის მიზნით. ნათქვამია ანგარიშში. 1 წელი გავიდა 2024 წლის 28 ნოემბრიდან, როცა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგო და რუსეთის სამებლად საჯაროდ განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ დღის წესრიგიდან მოხსნა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა. კობახიძის ამ ანტიკონსტიტუციურმა განცხადებამ არა მხოლოდ შეაჩერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, არამედ დააზიანა საზოგადოების დემოკრატიული განვითარება და რისკის ქვეშ დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა. ამ 1 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიიტაცა ხელისუფლება, მრავალგზის დაუდასტურა საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობას, რომ ის სწავა ყველაფერზე დადგუნავს სამოქალაქო მოქალაქეების თავისუფალ ნებას, აწამებს თავისუფლების მოყვარე მოქალაქეებს, შეზღუდავს პოლიტიკურ პლურალიზმს და გაწყვეტს ყოველგვარ კავშირს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან. თუ ეს ყველაფერი ქვეყანაში ქართული ოცნების და ივანიშვილის ძალაუფლებას შეუქმნის საფრთხეს. 1 წლის განმავლობაში ქართული ოცნება მეთოდურად ახორციელებს სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის საზიანო ქმედებებს, რომლებიც სახელმწიფო მომმართველობისა და საკანონმდებლო სისტემებს სულ უფრო აშორებს ევროპას და აახლოებს რუსეთს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ასახელებს სხვა ნაბიჯებსაც, რომელიც მოიცავს ანტიდემოკრატიულ და თავისუფლების შემზღუდავ კანონებს, მმართველობის სტრუქტურულ ცვლილებებს, ანტიევროპულ საგარეო პოლიტიკას და რუსულ სივრცეში ინტეგრაციას.